ეპიცენტრი ახლა მოლდოვაა, სადაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხდომა უკვე გაიხსნა. მოლდოვაში უკვე იმყოფებიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, აქ არის მათ შორის ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. მინისტრთა კომიტეტის ხდომა გაიხსნა, მაია სანდუმ მიმართა უკვე მინისტრებს სიტყვით და მან ისაუბრა გაფართოებაზე და მან აღიარა ისიც, რომ გაფართოება არის ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. მოლდოვა და უკრაინა მზად არიან, რომ გაატარონ რეფორმები და ისინი არ ითხოვენ მოკლე გზებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, მაია სანდუს მესიჯები უკვე იყო განსაკუთრებით ევროკავშირის გაფართოებაზე მოლდოვას მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, ამიტომაც ახლა ყველაზე საინტერესო იქნება მაკა ბოჭორიშვილი, რომლის სიტყვაც არის დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხდომაზე, რა გზავნილებს გააშხერებს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი. ქართული ოცნების რიტორიკა და მათი საგარეო საქმეთა მინისტრის რიტორიკა თბილისიდან ყოველთვის არის ხისტი, ისინი ევროპელ პარტნიორებს ადანაშაულებენ არასწორ მიდგომებში, თითქოს ევროპას უნდა დესტაბილიზაცია საქართველოში, ამიტომაც ყველაზე საინტერესო იქნება რაზე გაამახვილებს ახლა ყურადღებას მაკა ბოჭორიშვილი, მისი რიტორიკა იქნება თუ არა შეცვლილი მოლდოვაში ევროპელი პარტნიორების წინაშე და ისაუბრებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება უნდა, რა უნდა გააკეთოს ოფიციალურმა თბილისმა იმისთვის, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომაც ყველაზე საინტერესო დღეს იქნება მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები თუ რა სათქმელით ჩავიდა ის კიშინიოვში. ევროკავშირის გაფართოება არის არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ინვესტიცია მშვიდობასა და სტაბილურობაში მთელი კონტინენტისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მოლდოვა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ არ ვითხოვთ შემოკლებულ გზებს, ჩვენ გვესმის, რომ გაწევრიანება ეფუძნება დამსახურებას. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ საშინაო დავალება, გავატაროთ რთული რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში და ვებრძოლოთ კორუფციას, რადგან ეს რეფორმები პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამავდროულად ევროკავშირის გაფართოება უნდა იყოს ორმხრივი პროცესი. ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალები და მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს საზღვრები, ევროკავშირის გაფართოება არის ყველაზე ძლიერი გზავნილი იმისა, რომ თავისუფალი სამყარო არ დაიხევს უკან ავტორიტარული რეჟიმების წინაშე. გაფართოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი, ეს არის ეგზისტენციალური აუცილებლობა ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღეს მოლდოვაში დაანონსებულია მაკა ბოჭორიშვილის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიჰას შეხვედრა, მას შემდეგ რაც მათ სატელეფონო კომუნიკაცია გამართეს. ანდრეი სიბიჰა და მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდნენ მინისტრთა კომიტეტის ხდომის ფარგლებში ერთმანეთს საერთო ფოტოს გადაღების პროცესში, ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, ხელიც ჩამოართვეს, ამიტომაც დღის განმავლობაში უკვე და ამას საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, რომ მათ შორის გაიმართება პირისპირ შეხვედრა, მას შემდეგ რაც უკრაინის მთავრობამ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოსთან დაიწყონ დიალოგი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობები. ახლა მხოლოდ წინასწარ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რაზე შეიძლება იყოს საუბარი ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიჰას შორის. სიბიჰამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათი სურვილიც არის, რომ საქართველოსთან აღდგეს შეწყვეტილი ურთიერთობები, თუმცა ბუნებრივია იმისთვის, რომ დაიწყოს დიალოგი, ორივე მხარეს ექნება პირობები. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავწერეთ ინტერვიუ პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველთან, მიხაილო პოდოლიაკთან, რომელმაც დაასახელა ის რეალური მიზეზები, რის გამოც უკრაინამ გადადგა ურთიერთობების განახლების ნაბიჯი და სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად უკრაინის ხელისუფლება ჰუმანიტარულ მიზნებზეც საუბრობს, ჰუმანიტარულ ინტერესებზე და ამ კონტექსტში ისინი ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს. უკრაინის ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ მათთვის კარგი იქნებოდა თუ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება და ის კიევში გაემგზავრება, ამიტომაც არის საინტერესო იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილზეც საუბარი მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიჰას შორის. ივანიშვილის მინისტრებს იქნება ეს მაკა ბოჭორიშვილი თუ სხვა მოუწევთ ყველასთან საუბარი, მათ შორის ზელენსკისთანაც. ჩვენ ხედავთ კობახიძის
და სხვა ministrების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს და არანაირი ცუდი განცხადება არასდროს არ გაუკეთებიათ ზელენსკის ან უკრაინასთან მიმართებაში, რაც ტყუილია, ისინი ყოველთვის იბლანდებიან საკუთარ პროპაგანდაში, რაც ძალიან მარტივი პასუხი აქვს. საკუთარი ქსელი, რომელსაც ისინი ბლანდავენ, თავადვე აიბლანდებიან და მოუწევთ რეალური სიმართლისთვის თვალის გასწორება. ესენი ხო საერთოდ შიშებით ხელმძღვანელობენ გეოპოლიტიკაში, შიდა პოლიტიკაში მუდმივად მხოლოდ შიში ამოძრავებთ. ეხლა გაუჩნდათ გარკვეული შიშები დასავლური სამყაროსი, უკრაინის და ევროპის ერთად აღებულის, რომელიც მაგარ ფორმაშია, როგორც პოლიტიკურად, ასე სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის შეკავების საკითხში. პუტინი დაამხეს და დაასრულეს მისი მმართველობა, მერე ვიღასთან ვილაპარაკოთ, ვინ იქნება ჩვენი პატრონი და არ უნდათ რომ ბოლო პატარა საცალფეხო ხიდიც დაიწვას იგივე ევროპასთან და უკრაინასთან და ამიტომ ცდილობენ რომ ეს ძაფი მუდმივად გაბმული იყოს და ეს საკომუნიკაციო არხი არსებობდეს. ქართული ოცნება ატყუებს მუდმივად საკუთარ ხარდამჭერებს. ერთ დღეს ეუბნება რომ უკრაინა ომში გვითრევს, მეორე დღეს გახარებული აქვეყნებს მათ ფოტოებს. ერთ დღეს ამბობს რომ ევროკავშირი ცუდია და როგორც კი ვინმე ევროპელ ტურისტს შეხვდებიან, ეგრევე სელფის იღებენ და Facebook-ზე დებენ და ბუსტავენ ხოლმე. ერთ დღეს ამბობენ რომ საქართველოს ევროპისკენ მიყავთ ღირსებით და მეორე დღეს ამბობენ რომ ევროპა არის გახსნილი და გადახსირებული. ზელენსკის როგორც ქვეყნის პრეზიდენტს აქვს რესურსი საერთოდ რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა წარმართოს. ალბათ ჩვენი ელჩი დაბრუნდება კიევში და ელჩი რომელიც დანიშნული არის უკრაინის მხრიდან ის ჩამოვა თბილისში. ალბათ ეს არის ყველაზე ყისიერი ნაბიჯი და ყველაზე უშუალო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ამ შეხვედრიდან გამომდინარეობდეს. ევროსაბჭოს ministrების შეხვედრაზე დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ბუნებრივია დისკუსიის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი თემა იქნება. სწორედ ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა რა მესიჯები და რა გზავნილების წარდგება მაკაბოჭორიშვილი ევროპელი ministrების წინაშე. დისკუსიის ფარგლებში უკვე არაერთი ქვეყანა ღიად საუბრობს რუსეთის აგრესიაზე, რომ პუტინის რეჟიმი და ვლადიმირ პუტინი უნდა წარსდგეს ჰააგაში ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. ამიტომაც საინტერესოა გაბედავს თუ არა მაკაბოჭორიშვილი ღიად ისაუბროს ვლადიმირ პუტინზე, მის ხსენებას გაბედავს თუ არა და ისაუბრებს თუ არა იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინის აგრესია ჯერ მოხდა 2008 წელს საქართველოში, ამიტომაც ყველა ველოდებით მაკაბოჭორიშვილის გამოსვლას კიშინიოვში, როგორც უკვე გითხარით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ მაკაბოჭორიშვილის შეხვედრა არის დაგეგმილი ანდრეი სიბიჰასთან, სადაც საუბარი ბუნებრივია იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე.